ჩვენც ამ 5 ორგანიზაციას, დღეს უკვე 7 ორგანიზაციას, რასაც გთხოვენ სასამართლოს წესით ბატონი კუპრაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ეს არის რომ გავცეთ უზვავი ინფორმაცია, გავცეთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთან ინახება მესამე პირების, ჩვენი პარტნიორების, გრანტიორების, ბენეფიციარების შესახებ, იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ვეხმარებოდით, უნდა ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბავში, ვისაც დავხმარები ვარ, სამართლებრივი დახმარება, ვისაც მიგვიწვდია და ასე შემდეგ. ფაქტობრივად თუ ჩვენ ამაზე ვიტყვით რომ და რა თქმა უნდა ვამბობთ რომ ამ ინფორმაციას ჩვენ არ გავცემთ რადგან ეს სხვა ადამიანების პირადი ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებია ისინი გვემუქრებიან რომ გამოიყენებენ რაღაცა პატიმრობებს და ასე შემდეგ რაც მოხდა მაშინ რუსეთში ეს იყო რომ ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს რომ რაღაცა უფრო გაიხანგრძლივებინა თავიანთი და შეყვნენ ამ თამაში ამ დავაშიც კი არ პირდაპირ მისცეს ეს ინფორმაციები დიახ თამაში და რაც მოხდა იყო ის რომ რომელმა ორგანიზაციებმაც მისცეს ეს ინფორმაცია 21 დღით მეტი გაძლეს მეტი თვერა ჩვენ არ ვაპირებთ არავითარ დღეებზე რაღაცა კამათს ჩვენ მყარავთ გავართ იმ პოზიციაზე რომ ბენეფიციარების მესამე პირების პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია არ შეიძლება რომ გაიცეს და ჩვენ ვართ რასაც გამოიყენებენ ეს გამოიყენოს ეს იქნება იმიტომ რომ საწინააღმდეგო ნაბიჯი უკვე სხვა გზით უკვე იარეს ჩვენმა კოლეგებმა რუსეთში ის გზა არ გამოვიდა სწორი და ჩვენ ვაპირებთ რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად მოკლედ ბოლომდე უკომპრომისებია უშვებელია ადვოკატებს ეს მოსთხოვონ ჩვენი ადვოკატები თუნდაც ჩემი ორგანიზაციის ხო ასობით ადამიანს იცავენ მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში გამჭვირვალობის ადვოკატებს ათასობით საქმე მოუგიათ ბოლო წლების განმავლობაში და ასე შემდეგ ხო ანუ და ეს მხოლოდ ადვოკატებზე ხომ არ არის ცალკე არის ჟურნალისტის პროფესია ჟურნალისტებსაც აქვს თავიანთი მედიები რომელსაც ეს კანონი ასევე ეხება ასევე არის სხვადასხვა პროფესიები რომლის წარმომადგენლებსაც არ შეიძლება რომ მასეთი ინფორმაცია მოსთხოვო მაგრამ უფრო დიდ სურათში რომ დავინახოთ რა შემთხვევაში შეიძლება რომ სახელმწიფომ კონკრეტულ ორგანიზაციას ან კონკრეტულ ადამიანს მოსთხოვოს რაღაცა პირადი ჩანაწერები, პირადი ინფორმაცია და ასე შემდეგ. ეს გაწერილი არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი რომ რაღაცა ასეთი ინფორმაციები ჩვენგან მოითხოვონ. ეს თავისი არსით უნდა იყოს რაღაცა სულ სხვა პროცედურების, სულ სხვა რაღაცა მტკიცების ხარისხით მოთხოვნილი ინფორმაცია. ეხლა რასაც ვუყურებთ, ეს ინფორმაცია მოითხოვეს ისეთი მუხლით, რომელიც არ არსებობს. საერთოდ არ არსებობს, აი გრანტების კანონის ჩანაწერი, რაც მიუთითეს და პროცედურა, რომელთაც მოითხოვეს, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდამორაგებათა კოდექსის პირველი მუხლი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი და ანალოგიური სამოქალაქო კოდექსიდან ორივე ამბობს, რომ თუ არ არსებობს ნორმა, რომელთაც გინდა პროცედურის განხორციელება, მაშინ სამართლის ანალოგია, რაღაც ანალოგია გამოიყენება. არ არსებობს, ანუ კონკრეტული მუხლი, რომელსაც ეს პროცედურა დაეყრდნობოდა, ფიზიკურად არ არსებობს. სასამართლო რომ მიტაცებული აქვს ხოლმე და ასე შემდეგ, ამისი გვერდითი მოვლენა არის ის, რომ შემდეგ მათი იურისტები ძალიან ზარმაცდებიან და აღარ ფიქრობენ ისეთ კითხვებზე საპასუხოდ. ეს ჩანს ჩვენი სასამართლო პროცესებიდანაც, თქვენი სასამართლო პროცესებიდანაც, აი გზის გადაკეტვაზე რო ადამიანებს ედავებიან, თუნდაც პოლიპატიმრების პროცესებიდან ჩანს რომ ისინი უბრალოდ არც ემზადებიან, არც აი უბრალოდ იციან რომ რაღაც სასამართლოს გაწყვეტებას გამოიტანს და მორჩა. და ამიტომ არ უფიქრიათ უბრალოდ ამ პასუხებზე, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავსვამთ, არ უფიქრიათ იმ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომელსაც გამოვიყენებთ და რაღაცნაირად აი ჩვენ გვინდა და ასე იქნება მორჩა. ეს არის სრულიად დაცლილი, რა თქმა უნდა, არავითარ შეხება არ აქვს არც კანონის უზენაესობასთან, არც სამართლის ძირითად პრინციპებთან. არაფერთან, უბრალოდ მათი სურვილი არის ასეთი პოლიტიკური დაკვეთა და მორჩა. ჩვენ ის გაკეთება შეგვიძლია ამ შემთხვევაში არის იმის ამოცნობა, რა უნდათ რომ დაგვიშალონ და პირიქით, რაც არ უნდათ რომ აკეთოთ, აი იმის გაკეთება. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა ჩვენი გამოხატვის თავისუფლების სარგებლობა, ლაპარაკი იმისა, რასაც ვფიქრობთ. დეკემბრის შემდეგ მიიღეს 14 სავარაუდო საკანონმდებლო პაკეტი მხოლოდ იმისთვის რომ ადამიანებს აუკრძალონ ლაპარაკი, ადამიანებს აუკრძალონ შეკრება და ადამიანებს აუკრძალონ გამოხატვა. აი ეს არის რაც მათ ყველაზე მეტად ტკენთ, რის ყველაზე მეტად ეშინიათ ვიტყოდი და ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ.